კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე, მე ხატია ქვათაძე ვარ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მომზადებულ კანონპროექტს იურიდიული კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს. შინდისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. რამდენიმე წუთის წინ იურიდიული კომიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა დასრულდა. საუბრის თემა საერთო სასამართლოების შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი იყო, რომელიც მეორე მოსმენით უკვე მიღებულია. იმშელეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზეც. როგორია მესამე სექტორის პოზიცია, ამ შესახებ ვისაუბრებთ ნათია სონღულაშვილთან ერთად. გისმენთ ნათია. მესამე სექტორი თანხმდება, რომ ვენეციის კომისიის გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება არის პოზიტიური და ეს პოზიცია მათ დააფიქსირეს როგორც შეხვედრაზე, ასევე მედიასთან კომენტარების გაკეთების დროსაც. სხვადასხვა პოზიციები არის უკვე ზოგადად საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის შეფასებისას. ერთი ნაწილი ამბობს, რომ საბოლოო ჯამში პროექტი მაინც მორგებული არის ქართული ოცნების ინტერესებს. მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ დოკუმენტით უზრუნველყოფილი არის ღია, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცედურები, რაც აუმჯობესებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. ის ნაწილები, რომელიც გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციისგან, ცალსახად პოზიტიურია, იმიტომ რომ როგორ შეიძლება არ იყოს პოზიტიური, მაგრამ მთავარი არის კანონპროექტის საბოლოო მიზანი რა არის და მიიღწევა თუ არა ის, რომ შეიზღუდოს არაკეთილსინდისიერი გავლენები, რომელიც მომდინარეობს საბჭოდან. ეს ბოლომდე არ არის მიღწეული. ეს ცვლილებები ვერ აზღვევს საკანონმდებლო ორგანოში იმ პრობლემას, რასაც საბოლოო ჯამში კლანის მიერ გადაწყვეტილების მიღება და სასამართლოს მართვა ეწოდა. გამოცდების გაუქმებას უჭერთ თუ არა მხარს? დიახ. ინტერესთა კონფლიქტის ახლებური დარეგულირება მოგწონთ თუ არ მოგწონთ? ახლებური დარეგულირება ვერ აზღვევს პრობლემას, რომელსაც კლანის მიერ სასამართლო ხელისუფლების მართვა ქვია. პროექტი არის ძალიან დახვეწილი. მასში ამოწურულია ვენეციის კომისიის ყველა ის სამართლებრივი რეკომენდაცია, რაც შეიძლება ჩვენ ამ დოკუმენტში ვნახოთ. ასევე გარდა ღიაობისა და გამჭვირვალეობისა პროექტი შეიცავს საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურას, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ დასახელებელი სასამართლო საბოლოოდ დაკომპლექტდება კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კადრებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვენეციის კომისიის ის რეკომენდაცია, რომელიც სწორედ სამართლებრივ საკითხებს ექნებოდა, მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებოდა, უპირველესად ეს ეხება სწორედ გამოცდის გაუქმებას, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, რომ გარჩევდეს გარკვეული კრიტერიუმი, შეიძლება ეს იყოს სამეცნიერო ხარისხი ან რაიმე სხვა, რომელიც ასევე იქნება მნიშვნელოვანი კომისიის წევრებისთვის და საბჭოს წევრებისთვის, რომ შეარჩიონ, რას ნიშნავს კვალიფიკაცია ამ თვალსაზრისით და ასევე არაწევრი მოსამართლეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, როგორ განსაზღვროთ კეთილსინდისიერება. დღევანდელი შეხვედრა მედიისთვის ღია იყო და ამ შეხვედრაზე კამათი იყო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. დავა კი გამოიწვია ანალიტიკოსის მიერ დასმულმა კითხვამ, ერთ-ერთმა დამსწრემ გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ წარსული შეახსენა. მიხარია, რომ ისეთ ქვეყანაში მიწევს ამ წუთას ცხოვრება, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თუნდაც კრიტიკაზე საუბარი, თუნდაც იმაზე, რომ თქვენ ან გაითვალისწინებთ, ან არა. მაგრამ სასიამოვნოა, ამისთვის მადლობა და არასამთავრობო სექტორს მინდა ერთი კითხვა დაუსვა. ხშირად ისმის კრიტიკა, რომ არის კლანური მმართველობა ამ წუთას, მაგრამ მე კარგად ვიცი თქვენ წინა ხელისუფლების დროს წავით, თქვათ არასამთავრობოები, მაგრამ ამ წუთას არის იმს არა, ამ წუთას არის არასამთავრობოებზე საუბრობ. რატომ არ იგებდნენ მასში ხმას? თქვენ რადგან მიგაჩნიათ, რომ საქართველოს სასამართლოში არ არის პროგრესი, რაც ზუსტად 5 წუთის წინ თქვით, შემდეგ დანარჩენ ლოგიკას ბუნებრივი არანაირი საფუძველი არ თუ ხე არ არსებობს, ტოტებიც არ არსებობს, ხო? თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ სასამართლოში პროგრესი არ არის და იგივეა, რაც იყო თქვენ დროს, ამის იქით მე მსჯელობაში ვეღარ შემოვყვებით. თქვენ თუ ასე მიგაჩნიათ, არის პროგრესი, ოღონდ ეს პროგრესი ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს ვერა თუ ვერ აკმაყოფილებს, მე დაახმარებას იწვევს ისეთი ნელი პროგრესია, რომ ნელი პროგრესია რეგრესის თვალსაზრისი არის დროთა განმავლობაში. მაშინ ნელზე სიტყვაზე გავამახვილებ. კაი, მოდი არ ვიცი, მეგობრებო, პროგრესი იმდენად ნელია, რომ რეალურ ცხოვრებაში უდრის რეგრესს.
ამაზე მეთანხმებით? ნელი არის რა, მაგალითად. ძალიანელი ჭიანჭველის ნაბიჯები, კუს ნაბიჯები. რაც ცხოვრების მიმდინარეობასთან ერთად ნიშნავს რეგრესს. ანუ თქვენ ცოცხალი დისკუსია გონიათ, კი ბატონო, კარგია, ცოცხალი დისკუსია, თქვენ გონიათ რომ პროგრესია არის, ან არის ძალიან ისეთი ნელი ჭიანჭველას რო შეადაროთ და ასე შემდეგ. არა და ქართული სასამართლო ცოტა სხვანაირად იქცევიან და მაგალითად ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემი, რომელიც სადაც პროგრესული მიმართულებები 6 ჯერ, 10 ჯერ, 11 ჯერ არის გაზრდილი, 11 ჯერ და თქვენ ეძახით ნელს. გავიგე. ანუ ხელისუფლების დაკვეთა რაშიც არის, იმ დაკვეთა სასამართლო ასრულებს, ბატონო მამუკა. ხელისუფლების დაკვეთა აღარ არის მასობრივი ბრძოლა კრიმინალთან და ამიტომ იქ იყოს ასე. არა ხო, აი მაგაში არის პროგრესი. კრიმინალთან ბრძოლაში აღარ არის ასეთი დაკვეთა მაქსიმალური. რასაც აქ თავის დადებითი ბჭყალებს ხარები, რომ ციხები არ არის სავსე, ანუ სერიოზულად ვიძახი. ოღონდ სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, სადაც დაკვეთა არის იმ საქმეებზე, რომელიც ბიძინა საინტერესებს მაგალითად. იქ არანაირი პროგრესია. მესიჯ ბოქსიდან გავიგეთ. მოკლედ, მესიჯ ბოქსი თქვენ არ უნდა გვესაუბრებოთ ახლა. მესიჯ ბოქსი ბატონო მოკა რა იყო ისი? აი ხრიგი, აი მოურჩები ამითი. რადგან დაგელოდებით საუბრობდით თქვენ, ხო? რომ არ სადავწერე ვენეციის კომისიას, რომ როდესმე მოგიწოდოთ ფარულობისკენ. თქვენ ციცით ეს ბატონო მოკა, იმიტომ რომ სულ სხვა რამეზე იყო ლაპარაკი, მაგრამ უბრალოდ არა. უბრალოდ იარ ღიაობისკენ მოგიწოდოთ ეხა გარკვევით, მაგრამ თქვენ გაქვთ ეს ტაქტიკა, ქართულ ოცნება ზოგადად. ნაკადი უნდა მოდიოდეს პროპაგანდის, სადაც არის უამრავი სისულელე ტყუილი, მათ შორის რომ ვენეციის კომისია რა სულელები არიან, გუშინ წინერზე მოგიწოდებდნენ, დღეს მეორეზე, რა ჭირთ ამ ხალხს? და მორჩა ამ ნაკადში ჩაიკარგება ის, რომ ეს არ გაითვალისწინებთ. ამ ეტაპზე დავასრულებ. ხალხიც ასე მსჯელობს ხოლმე, რომ PR-ში ვარ ჩვენ ძალიან მაგრები და რაღაც ხრიკებს ვიყენებ და თქვენ წარმოადგენა არა გაქვთ და ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე ხრიკები. მოდი აქ დაგეხმარებით. არც ერთი მხარე არ აქვს ძლიერი, მხარეები გვაქვს სიმართლე და პროგრესი მაგალითად სასამართლოში. მოკლედ, რაც შეეხება სინელეს, სოფლიოში წამყვანმა ერთ-ერთმა კოლექტივურმა ორგანიზაციამ იფსოსმა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს აღიქვამენ ისე, როგორც საშუალო ევროპული დონის ქვეყნები, ეს ერთი და ამას ვერსად ვერ გავექცევით ბატონო გიგა და რაც შეეხება სინელეს. თავარი პრეტენზია სასამართლოსთან დაკავშირებით იყო ნელი მართლმსაჯულება, მართალი ბრძანდებით მხოლოდ ამ კუთხით. ანუ თქვენ არ ბრძანეთ იმ 100%-დან 5%, 5 სიმბოლური პროცენტი არის თქვენი სიმართლისა. და ამას ჩვენ უპირისპირებთ რას? ჩვენ უპირისპირებთ რომ რეალურ დროში მივიღოთ კანონი, რეალურ დროში იყოს მართლმსაჯულება, უზრუნველყოფილი ავირჩიოთ მოსამართლეები, თქვენ უპირისპირებთ გაჭიანურებას ამ პროცესისას. ანუ ათეულობით 1000 მოქალაქის ინტერესი თქვენთვის არის ამ შემთხვევაში მეორე ხარისხოვანი, ჩვენთვის არის პრიორიტეტი. პროგრესი 11 ჯერ, 16 და 20 ჯერ და რაღაც პოზიტიური დინამიკის სასამართლოში თქვენთვის არის ჭიანჭველასთან შესაბამისობაში, ჩვენთვის არის რეალური აღქმა, როგორც არის საზოგადოების ისეთი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ შევთანხმდებით, როდესაც თქვენ გონიათ რომ პროგრესი არ არის და სხვა დანარჩენს ყველას გონია გულის სიღრმეში მაინც რომ პროგრესი არის, ამ საფუძველზე დამყარებულ ლოგიკას იმის იქით ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ. და კიდევ ერთი დეტალი შეხვედრა დასაწყისშივე, მაშინ როდესაც ანრი ოხანაშვილი კანონპროექტის ძირითად შინაარს აცნობდა დამსწრე საზოგადოებას, პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა. ეკა ბესელიამ და მან თქვა, რომ არ აპირებდა ოხანაშვილის მონოლოგის მოსმენას, თუმცა დღეს შეხვედრაზე ყველა დეპუტატმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, ასევე შეფასებები გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და საკითხზე გაიმართა დისკუსია. შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა ვენეციის ორი ძირითადი რეკომენდაცია გაითვალისწინა, რაც იყო არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნაც გამოცხდა გაუქმდა და ასევე საბჭოში ინტერესთა კონფლიქტი დარეგულირდა ახლებურად. რამდენიმე წუთის წინ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. მესამე მოსმენით იქნება მიღებული ეს კანონპროექტი შემდეგ კვირაში და უნდა დაიწყოს უკვე საბოლოო ჯამში პროცესი, რომლის შედეგადაც ჩვენ ავირჩევთ კეთილსინდისიერ და კვალიფიცირებულ მოსამართლეს. რამდენიმე წუთში დაიწყება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც მესამე მოსმენით განიხილავენ დეპუტატები საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს და უკვე პროექტი საბოლოოდ დამტკიცდება მომავალ კვირას პლენარულ სხდომაზე. მადლობა, ეს ნათია სონღულაშვილი იყო პარლამენტიდან.
ევროკავშირის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ნაწილების არალეგალური ყოფნისა და სამხედრო წვრთნის ზრდის ტენდენციის გამო წუხილს გამოთქვამს. მოსკოვის საქართველოს მოქალაქეების ტრაგიკული დაღუპვის ფაქტების სათანადო გამოძიების და აგვისტოს შეთანხმების შესრულებისაკენ მოუწოდებს. კონფლიქტი საქართველოში. ლევან ფოჩხუა მოგუყვება, როგორ აფასებს მთავრობა ევროპის საბჭოს მიერ დამტკიცებულ ამ დოკუმენტს. გისმენთ ლევან. საქართველოს საქმეთა სამინისტრო მიესალმება ამ ანგარიშს, ისევე როგორც პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას. საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა მეტყველებს იმაზე, რომ ეს ანგარიში საქართველოს თემატიკა არ ჩამოვა გლობალური ყურადღების ცენტრიდან. ამ ანგარიში ერთ-ერთი ძირითადი თავი და მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ეთმობა რუსეთის ქმედებებს, იმ ქმედებებს, რომელსაც ოფიციალური კრემლი ახორციელებს საქართველოს მიმართ. აქ არის ერთგვარი რეკომენდაცია მოყვანილი რუსეთის მიმართ, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს აღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება. ჩვენ ვესაუბრეთ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს, ისინი საუბრობენ იმის შესახებ, რომ რუსეთი არის გლობალური საფრთხე და საქართველო ამ გლობალური საფრთხის წინაშე არის ერთი პატარა სეგმენტი. განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვეს წლის დასაწყისში გადასასვლელი პუნქტების უპრეცედენტო ვადით ჩაკეტვაზე, რამაც ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარულად მძიმე პირობებში ჩააყენა. ვესალმებით ამ 19 კონსოლიდირებული ანგარიშის გამოქვეყნებას და სულისკვეთებას, რომელიც მასში ასახული პრინციპში ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ფორმატი კიდევ ერთი შესაძლებლობა არის იმისა, რომ ქართულმა მხარემ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს პარტნიორებთან, დასავლელ პარტნიორებთან ერთად მუდმივად დასვა საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მოწოდებები, რომელიც კეთდება, ახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ მას არ შეუსრულებია ვალდებულებები, მათ შორის რაც თავად აიღო და რასაც ავალდებულებს საერთაშორისო სამართალი და ცივილური სამყაროს ნორმები. მავთულხარდირო ნორმას არ მიეკუთვნება და ხალხის შიმშილისა და უპერსპექტივობისთვის გაწირვა, ამას ალბათ არც კონსოლიდირებული ანგარიში ჭირდება და არც დიდი, ასე ვთქვათ, თვალსაჩინოება, რომ ამას მივხვდეთ და დავინახოთ, ამ სოფელში ერთი ვიზიტი ჭირდება, აგერ ჩემს უკან მწვანეღობებს რომ დაინახავთ რა დღეში არის იქ ხალხი. ამიტომ ევროკავშირის მისია, სხვა საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტრუმენტები, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის ინსტრუმენტების წვდომა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი და ამაზე მუშაობა გაგრძელდება. მოსწონს თუ არა ეს რუსეთს აუცილებლად, ვიდრე არ იქნება მიღწეული, მაგრამ საბოლოო ამოცანა იცით თქვენ, რომ არა წვდომა, არამედ ამ ავთუხლართების დაშლა. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის 19 კონსოლიდირებული ანგარიში მოიცავს 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის პერიოდს. როგორც უკვე გითხარით, აქ ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი სწორედ რუსეთის მიმართ არის აქცენტი გაკეთებული, რომ რუსეთმა გამოიძიოს საქართველოს მოქალაქეების გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის ფაქტები და სწორედ მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა იმას, რომ სწორედ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება. გმადლობ ლევან ფოჩხუამ გაგვეცნო საქართველოს მთავრობის პოზიცია. მეტროსადგურ გოცირიზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრისას დაზიანებული კაბელების აღდგენით სამუშაო მიმდინარეობს. ელექტროსადენის დაზიანების გამო გუშინ ვარკეთილი ახმეტელის ხაზზე შეფერხებაც იყო. რამდენად უსაფრთხოა ამ ტრანსპორტით გადაადგილება დედაქალაქში. ანი ბერუკაშვილი ესაუბრა კახა კალაძეს და ამის შესახებ მოგუყვება ახლა პირდაპირ ეთერში. გისმენთ ანი. კახაკალაძის განცხადებით ამ ეტაპზე მეტრო შეფერხებების გარეშე მუშაობს, თუმცა მეტროპოლიტენში რომ გარკვეული პრობლემები არის, ამას არც დედაქალაქის მერი უარყოფს. კალაძის განცხადებით ძირითადად ეს პრობლემები გამოწვეულია იმით, რომ შექმნის დღიდან სრული რეაბილიტაცია მეტროში არ ჩატარებულა. სწორედ ამიტომ გეგმავს მერია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. უახლოეს პერიოდში დაიწყება ძალოვანი კაბელების და სავენტილაციო სისტემის შეცვლის სამუშაოები. ამისთვის აზიის განვითარების ბანკმა გამოყო 17 მილიონი ამერიკული $. დღეს კახაკალაძემ განაცხადა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა შესაძლოა ამ სამუშაოებთან დაკავშირებით მეტროს მუშაობა დილის და საღამოს საათებში თითო საათით შეფერხდეს. პრიორიტეტული არის ჩვენთვის იმ ძალოვანი კაბელის სრულება, რომელზეც რამოდენიმე მთავრობის ლომის წინ ვისაუბრე და 450 კილომეტრი მთლიანად იქნება განახლებული, ახალი ევროპული ტიპის ბოჭკოვანი კაბელით იქნება ჩანასვლებული, სასიგნალიზაციო სისტემა, სავენტილაციო სისტემა, პარალელურად მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია, ეს ყველაფერი პრიორიტეტულად არის გადანაწილებული. შეიძლება თითო საათით შემცირდეს მეტროს მუშაობა, როგორც დილის საათებში, ასევე
საღამო საათებში იმის გამო რომ ამ ადამიანებს ჰქონდეს კომპანიას უფრო მეტი დრო, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დაასრულოს 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელის და პლუს ასევე სასიგნალიზაციო სავენტილაციო სისტემების ცვლილება. ეს განცხადება კი დედაქალაქის მერმა გააკეთა ვაჟა-ფშაველას 93 ნომერში, სადაც ამ წუთებში ჩვენ ვიმყოფებით. ეს არის მეტროპოლიტენის 50-მე შახტი, რომელიც ვენტილაციას უზრუნველყოფს მეტროში. აქ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელზეც დაახლოებით მილიონი ლარი დაიხარჯება და ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ ავტომობილებისთვის სავალი ნაწილი გაფართოვდება, ასევე მოეწყობა ტროტუარები ფეხით მოსიარულეებისთვის. მადლობა, ეს ანი ბერუკაშვილი იყო. განმოგზავნოთ გამოშვებას დღის სხვა თემებით. ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა კვლავ ერთმანეთს უპირისპირდება. ამჯერად აკაკი ბობუხიძე ადანაშაულებს ყოფილ თანაგუნდელებს შეთანხმების დარღვევაში. ის ამბობს, რომ წინა საარჩევნოდ გაფორმებული შეთანხმება შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით დარღვეული არის, თუმცა მიუხედავად ამისა, ევროპული საქართველო არაპირებს ანალოგიურად მოქცევას. საუბარია მარნეულსა და ჭიათურაში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შეთანხმებული წესის გადახვევაზე. მიგვაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ევროპული ორიენტაციის ოპოზიციური პოლიტიკური ძალები უნდა გამოვიდნენ საერთო შეთანხმებული კოორდინირებული ფრონტით. ამის გამო მიმართეთ ნაციონალურ მოძრაობას 19 მაისის შუალედურ არჩევნებში მიგვეღწია კოორდინირებული მუშაობისთვის და შევთანხმდით, რომ 13 საარჩევნო ოლქიდან 7-ში ხარს დაუჭერდით ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებულ კანდიდატს, ხოლო 6-ში ევროპული საქართველოს მიერ შერჩეულ კანდიდატს. სამწუხაროდ ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობამ შეთანხმება დაარღვია. კონკრეტულად მარნეულში მათ დაასახელეს თავის კანდიდატი, ხოლო ზესტაფონში კიდევ უცნაურ რამე, ჭიათურაში კიდევ უფრო უცნაურ რამესთან აგვაქვს საქმე, ისინი მხარს უჭერენ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელსაც ასევე უცნაურია, მაგრამ მხარს უჭერს ისეთი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, როგორც არის კახა კუკავა და ეს ჩვენთვის არის აბსოლუტურად მოულოდნელი და რაც თავარია მიუღებელი. თავარ პოლიტიკურ ოპოზიციასთან ცოტა ბრიფინგების ენით საუბარი მიუღებელია დამაბნეველიც არის. მაშინ როცა იმთავითო კონსტატაციების და წინასწარ ცნობილი იყო, რომ ზესტაფონში და მარნეულში ნაციონალურ მოძრაობა მიიღებდა მონაწილეობას, ხოლო რაც შეეხება ჭიათურის საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატი ჩვენ ისედაც არ ვღებულობ შეთანხმების მონაწილეობას და გუშინ წარმოვიდგინეთ საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი მხოლოდ და მხოლოდ. თვითონ ფაქტი, რომ როდესაც ქვეყანას ხავს ივანიშვილი, როდესაც ქვეყანაში ესეთი მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება და პარტია და კაკო ბობუხიძე იცლის იმისთვის, რომ ბრიფინგი ჩაატაროს და დაუპირისპირდეს გაერთიანებულ ოპოზიციას, ყველაფერს მეტყველებს ჩემთვის. მათთვის მთავარი სამიზნე არის გაერთიანებული ოპოზიცია და არა ივანიშვილი. გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა კი დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს. ევროპული საქართველოს წევრებმა მიზეზად რეფორმის მიმართ უნდობლობა დაასახელეს. პარტიას ალტერნატიული მოდელიც აქვს შემუშავებული. სქემა არის მანკიერი და არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. ანუ შეუძლებელია, რომ ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ევროპული საქართველოს მოდელი იქნას გაზიარებული. მე ქართული ოცნების შემოღებული ხაფანგიდან დღეს გამოვედი, მაგრამ სამწუხაროდ 40 წელს ქვემოთ მქონე ადამიანებს არ აქვს შესაძლებლობა გამოვიდნენ ამ ხაფაგიდან. საკვირველია, რომ ევროპული მენტალიტეტის მქონე პარტიებმა და პირებმა სწორედ ასეთი განცხადებები გააკეთეს, ცდილობენ თემის პოლიტიზირებას. ესეთი შემოთავაზება ვერ ექნება ვერც ერთ სხვა კერძო კომპანიას, ვერც ერთ სხვა ბანკს, ვინაიდან ასეთი პროდუქტიული ინვესტირება შეუძლებელია მოქალაქეს ჰქონდეს სხვაგან. დაწერს განცხადებას პირი, მას შეუძლია მაშინვე განცხადების დაწერისთანავე გამოეთიშოს სქემას, ამ სქემის დატოვებისთანავე, ესე იგი, სააგენტო წყაროსთან აბრუნებს, გარკვეული ვადები არსებობს ბუნებრივია, წყაროსთან აბრუნებს თანხას. ხუთმა მოზარდმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ავარია შინდისში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.
მანქანა მოდიოდა თავისთვის რაღაცა სისწრაფით რაღაცა და უცბად ინტერნეტულად რაღაც აერიადული და გადავარდა და და ბოძებს და უცბად ამოტრიალდა მანქანა. აი უცბად ამოტრიალდა ეგ კედელში. ბავშვები იყვნენ? კი, 3 იყვნენ და 4, მე-4 კიდე შოფერი იყო. ქურდობა სავარაუდოდ არასრულწლოვანთა მონაწილეობით ბათუმში მობილურების მაღაზიიდან 20,000 ლარის ღირებულების ტელეფონები მოიპარეს. მე პატრონის თქმით კამერებში ჩანს, როგორ ტოვებს მაღაზიას 3 ადამიანი და როგორ სხდებიან ისინი ტაქსიში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდოდ დამნაშავეები უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. დილით დამირეკა გვერდით მაცხოვრებელმა დაზიანდა თქვენი მაღაზია. მომოვედი უკვე იყო დამტვრეული მაღაზიის კარები, მთლიანად შიგნით ჩუშები ჩამსხვრეული იყო. 20,000 ლარის საქონელია გატანილი დაახლოებით, მობილური ტელეფონები, აიფონები და ძვირადღირებული სამსუნგები. იყვნენ 3 მოზარდი, როგორც ვიცი, არასრულწლოვნები არიან. როგორ გააქვთ და გადიან, ეს ყველაფერი უკვე ვიდეო ფირებზე აგვეჭდილი. ქართული დელეგაცია ჩინეთში ერთი სარტყელი ერთი გზის ფორუმში მონაწილეობს. ვიცე-პრემიერი მაია სკიტიშვილი ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობის თემატურ ფორუმზე სიტყვითაც გამოვიდა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას გაუსვა ხაზი. მნიშვნელოვანია ზოგადად ასეთი ფორუმებში საქართველოს მონაწილეობა, ჩვენი როლის წარმოჩენა კვლავ აბრეშუმის გზის განვითარების ნაწილში და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კვლავ ვართ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რაც ძალიან დიდ პოტენციალს გააძლევს ჩვენ ქვეყანას იმისთვის, რომ უფრო განავითაროთ ეს შესაძლებლობა. ფორუმი ხელს უწყობს პარტნიორების კიდევ უფრო მეტად დაახლოებას, ასევე მსჯელობას იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომელსაც ამ ინიციატივას ფარგლებში განიხილავენ. ეს არის ვაჭრობის გამარტივება, ეს არის ინვესტიციების მოზიდვა აღნიშნულ ქვეყნებში, ეს არის სატრანსპორტო კორიდორები, ენერგეტიკული კორიდორები და რომელიც საერთო ჯამში ხელს უწყობს აღნიშნული ინიციატივის ქვეყნების სტაბილურობას. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის კლინიკას 400,000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა. პროექტის მიზანი ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისათვის ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მკურნალობის და მზრუნველობის სერვისის განვითარებაა. 400,000 ლარის განფასებული აღჭურვილობა არის გადმოცემული, რომელიც შეეხება ხანგრძლივი ბავშვთა მოვლასთან და ბავშვთა პალიატური სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებით სერვისის ჩამოყალიბება საქართველოში. ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი არსებობს. სამინისტროს რეკომენდაციაზე დაყრდნობით არჩევანი შევაჩერეთ ამ კლინიკაზე ჩვენი პროექტის გამო. ეს ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც საქართველოში გვაქვს. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლები კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლს ესტუმრდნენ და მათ ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პატარებმა საჩუქრებიც მიიღეს. მოხარულები ვართ, რომ შევძელით პირადად მიგველოცა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის აღდგომის ბრინვალი დღესასწაული და შეგვექმნა მათთვის ადრესასწაულო განწყობა. მათ გადაეცათ გარკვეული რაოდენობის საჩუქრები, რომელიც მათ მიერ იქნა დასახელებული, როგორც ავეჯი, ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკა. საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჩვენი ბავშვებისთვის. ჯერ ესეთი რომ საზოგადოება ეცნობა ჩვენს ბავშვებს და ჩვენი ბავშვებისთვის ეს არის დიდი სოციალური აქტივობა. და კიდევ ის განცდა რომ ბავშვები გრძნობენ რომ ვიღაცას კიდევ ზრუნავს მათზე. დიდხუთშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საიდუმლოს სერობას და გეცემანის ბაღში მაცხოვრის შეპყრობას იხსენებს. ამ დღეს ზიარების საიდუმლოს დაწესებაც უკავშირდება. ასევე ტრადიცია ფეხბანის რიტუალი. თამთა ასანიძე გვერდება სამების ტაძრიდან.
სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება მიმდინარეობს. დიდი ხუთშაბათის მსახურებას ილია მეორე თანამოსაყდრეში ოსთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლენს. ქრისტიანებისთვის ვნების კვირეულის დიდ ხუთშაბათს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ამ დღეს დაწესდა ზიარების საიდუმლო. სახარების მიხედვით იესო ქრისტემ თავის მოწაფეები პირველად აზიარა. ასევე დღეს ჩატარდება ფეხბალნის ტრადიცია. ტრადიციისამებრ ილია მეორე 12 მღვდელმსახურს ფეხდაბანს. ეს ტრადიციაც სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური განმეორება, როდესაც იესო ქრისტემ თამდაბლობის ნიშნად თავის 12 მოწაფეს ფეხი დაბანა. ამ ტრადიციის დაწყებამდე კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ჩვენ გავიწოდება მადლობის თქმა. მადლობა უნდა შევსწიროთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. აი დღეს როცა ჩვენ ვეზიარეთ წმინდათა საიდუმლოთა ჩვენ მადლობას ვსწირებთ უფალს. დღევანდელ დღეს მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები აზიარა თავის სისხლსა და ხორცს. ამით დაუდო დასაბამი წმინდა ზიარების საიდუმლოს. ასევე სიმდაბლით დაბანა ფეხი თავის 12 მოწაფეს, რასაც დღეს სიმბოლურად აღასრულებს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. დღევანდელი დღე კი იმის მანიშნებელი არის გვასწავლის როგორი მთავრდაბლები უნდა ვიყოთ. ჯობია ვიჯდეთ დაბლა და ვიყუროთ მაღლა, ვიდრე ვიჯდეთ მაღლა და ვიყუროთ დაბლა. ღმერთმა მაღალმა გაგვითენოს ბედნიერი აღდგომა მთელ მსოფლიოს სიყვარული, სიხარული და მშვიდობა სუფევდეს ყველას ოჯახში. დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი ტრადიცია 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან ქრისტეს წამების, შეპყრობისა და ჯვარცმის პერიოდს ეტაპს წაიკითხავენ. სახარების წაკითხვა სამების საკათედრო ტაძარში 19 საათია ჩაანიშნული. გმადლობთ თამთა ასანიძე იყო სამების ტაძრიდან. რაც შეეხება დავით გარეჯის შეფერხებასთან დაკავშირებული ინფორმაციას, საგარეო უწყება განმარტავს, რომ ტურისტების მზარდი ნაკადის, ასევე მომლოცველების სიმრავლის გამო, რაც დღესასწაულს უკავშირდება, მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის და გასულ წლებშიც იყო გარკვეული შეზღუდვა ამ მიმართულებით. აზერბაიჯანის მესაზღვრეობის მხრიდან განხორციელდა ქეთს მიღმა გადამსვლელი ნაკადის შეზღუდვა. ის შესახებაც როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისევე ჩვენი საზღვრის დაცვის შესაბამისმა სამსახურმა ჩვენ კოლეგებს მივმართეთ და აგვიშვილთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, მუშაობთ ამ საკითხის დარეგულირებაზე, რომ და ვითხოვთ რომ შეუფერხებლად მოხდეს იქ პილიგრიმების, ტურისტების მრევლის გადაადგილება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან უდაბნოს მონასტრისაკენ მიმავალ გზაზე ნაკადის შეზღუდვა ხდება. 2012 წლის მაისში ორი კვირის განმავლობაში იყო შეჩერებული მიმოსვლა. ამავე მონასტრის ტერიტორიაზე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ისევ განვლაგდნენ. 2014 წელს კი კვლავ სააღდგომო დღესასწაულის წინადღეებში მესაზღვრეები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში ბერებსა და მომლოცველებს არ უშვებდნენ. გარეჯის დაახლოებით 2.5 კილომეტრის ტერიტორიაზე გაშლილი კომპლექსი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია დემილიტარიზაციის თაობაზე 96 წლიდან მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი სადაო საკითხი გახლავთ. დაახლოებით ხუთი სიახლეების შესახებ კიმ ჩენ ინსა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა ვლადივოსტოკში 2 საათს გაგრძელდა. რუსეთისა და ჩრდილო კორეის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებასა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა პირველი კომენტარებიც გააკეთეს პუტინმა და ინმა შეხვედრას ნაყოფიერი უწოდეს. ამის შემდეგ დისკუსია უკვე გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. ვლადივოსტოკში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გუშინ ჩავიდა, რუსეთში ეს მისი პირველი ოფიციალური визитია. Мы можем урегулировать ситуацию.
დონალდ ტრამპი შესაძლოა ომში ჩაითრიონ. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სააგენტო როიტერსისათვის მიცემულ ინტერვიუში თქვა. არ მჯერა რომ ტრამპს ომი სურს, მაგრამ ის შეიძლება ამ კონფლიქტში აღმოჩნდეს მათ, ვინც ირანის მიმართ პოლიტიკა შეიმუშავეს, არ სურთ რეალური გამოსავლის პოვნა. ირანს არ სურს კონფრონტაცია, მაგრამ თავს აუცილებლად დაიცავს, აღნიშნა მოჰამედ ჯავად ზარიფმა. თავად ტრამპმა კი ლიბიელ გენერალს ხალიფა ჰაფთარს სატელეფონო საუბრისას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ გამოცემა ბლუმბერგი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. სამოხებულმა გენერალმა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიზე იერიში აპრილის დასაწყისში დაიწყო. ბოლო ერთ კვირაში სამხედრო დაპირისპირებას ქვეყანაში 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შრი-ლანკაზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ადგილობრივი მედიის ინფორმაციით. ხმამჯერად დედაქალაქ კოლომბოდან 40 კილომეტრის მოშორებით მდებარე პუგოდას რაიონში გაისმა. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 21 აპრილს შრი-ლანკაზე ტერაქტების შედეგად 359 ადამიანი დაიღუპა, 500-ზე მეტი დაშავებული კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2021 წლამდე უნდა გაიმართოს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ნიკოლა სტენჯერმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა. მისი განცხადებით, გაერთიანებული სამეფოდან შოტლანდიის გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება მოქმედი ხელისუფლების უფლებამოსილების ამოწურვამდე მიზანშეწონილია. სტენჯერმა იმედი გამოთქვა, რომ რეფერენდუმის შესახებ კანონს შოტლანდიის პარლამენტი 2019 წლის ბოლომდე მიიღებს. შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ მსჯელობა მას შემდეგ განახლდა, რაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესი გაჭიანურდა. ანჯელინა ჯოლი მანდერძი დაწერა. ამის შესახებ გამოცემა რადარ ონლაინი უწყება. გავრცელებული ცნობით, მსახიობი ქონების დიდი ნაწილის დატოვებას 17 წლის ვაჟისათვის მედოქსისთვის აპირებს, რომელმაც ჯოლისა და პიტის განქორწინების პროცესში მხარი დედას დაუჭირა. გამოცემა იმასაც წერს, რომ ჯოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამჟამად ის 42 კილოგრამს იწონის. ცნობილი ხდება ისიც, რომ მსახიობს სახის ნერვის ნევრიტი აღმოაჩნდა. დღეს ყველა სიახლეს ტრადიციულად გაეცნობით ვებგვერდზე იმედი ნიუსში. ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით 17 საათზე დროებით.